ქალბატონო სალომე, თქვენ წერგან თქვით, რომ თავარი სტატუსიო, როცა ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა, ჩემთვის არის სოხუმელობაო. აქედან გამომდინარე, ერთადერთი არჩევნებით თუ რეფერენდუმი უფრო სწორად, რომელიც მთელ საქართველოში ჩატარდა, მათ შორის 1991 წლის 31 მარტს, ხო, სურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა და იქიდან არჩევნებიც და რეფერენდუმიც. ხო, და რეფერენდუმიც. და მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობამაც თქვა, რომ დია, გვინდა საქართველოს იყოს დამოუკიდებელიო. თქვენ ძალიან ახალგაზრდა იქნებოდით მაშინ, მაგრამ აი იქნებ გაიხსენოთ რა ხდებოდა მაშინ იქ და იყო ერთი რამდენად ვიყავით ერთიანები მაშინ ერთიან საქართველოში. სამშობლოს მინდა დამოუკიდებლობის დღე მოულოცო ჩვენს ხალხს მინდა მოულოცო და ერთი რამე მინდა გითხრათ აი აფხაზეთში განსხვავებული გრადაცია მიიღო ამ დამოუკიდებლობამ იმიტომ რომ აფხაზეთში მაინც სიტუაცია იყო ბევრად განსხვავებული ვიდრე დედაქალაქში ჩვენ ბევრ რამესთან გვიწევდა შერკინება თუნდაც ის რომ მოსახლეობის უმრავლესობა რუსულენოვანი იყო და აი ის მუხტი რომელიც მოიტანა ამ დამოუკიდებლობა და საერთოდ ეროვნულმა მოძრაობამ ჩემთვის იყო რაღაცა დიდი ენერგიის აფეთქება. მე ისე კარგად მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი ვიყავი, უკვე ჩამოყალიბებული მქონდა ჩემი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა ყოველთვის მიკვირდა რატომ მქონდა მე და ბურიატეს ერთი სამშობლო. აი ყველაფერი დაიწმინდა იმ პერიოდისათვის. თუმცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამას ჰქონდა კიდევ სხვა თამდევი მოვლენები, იმიტომ რომ მე ამ გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება უფრო სხვანაირად გაკეთებულიყო რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწია საერთო ჭერის დაკარგვა, მაგალითად თეატრმა, აფხაზურმა და ქართულმა დასმა დაკარგა საერთო ჭერი, უნივერსიტეტმა დაკარგა საერთო ჭერი. ანუ აი ამ დამოუკიდებლობის ძიებაში და ეს დამოუკიდებლობა იმ პერიოდში ჩემთვის იყო მხოლოდ აღდგენილი დაკარგული სიტყვა. თქვენ ხო გეყოლებოდათ ახლობლები აფხაზები, ხო? აი იმ აფხაზებს სურდათ თქვენთან ერთად რომ საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა? აი რა ხდებოდა? აი შეგიძლიათ ამაზე ვთქვათ? სხვათა შორის საოცარ რამეს გეტყვით. ჩემი მეზობლები, სომხები, რუსები ცდილობდნენ ესწავლოთ ქართული. აი ჩემი მეზობელი მოვიდა და მითხრა იცი რაო მე უნდა დავიწყო ხო ქართულის სწავლა რუსი იყო ეროვნებით და ასევე ცდილობდნენ აი აფხაზური მხრიდანაც აგრესია ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს მე არ მახსოვს აგრესია ცოტა მოგვიანებით გამომჟღავდა რაღაცა სიტუაცია ხო უფრო დაიძაბა აი პირველი 99-ში ცნობილი ხო მოვლენები და შემდეგ ცოტა მოგვიანებით სამწუხაროდ მაგრამ აი ამ თვეების გამალობაში მე განსაკუთრებული აგრესია იმ სახის რაც ეხლა გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ დასაუბედუროთ ხო არ მახსენდება თუმცა რასაკვირველია განსხვავებული დაძაბულობა იქნებოდა ვინაიდან მოიტანა ეს დაძაბულობაზე საკითხი რომ არ მომხდარიყო თბილისში ის ამბავი რაც მოხდა რომ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა მაშინდელი ოპოზიცია გარე ფაქტორების ჩარევითაც მათ შორის როგორც ამბობენ რუსეთის ჩარევითაც ხო თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელი იყო რომ ზვიად გამსახურდია რომ ყოფილიყო ქვეყნის პრეზიდენტი რომ აფხაზეთში ის არ მომხდარიყო რაც მოხდა მერე მე მგონი ჩვენ ამაზე უკვე აღარ ვდავებთ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ აფხაზეთის ომი დაიწყო რუსთაველიდან მე არ დავობ ამაზე პირადად რა ვიცი თუ ვინმეს აქვს არგუმენტი დამითხრა რუსთაველის გამზირზე მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა პირადად ჩაითვლია რა თქმა უნდა ბევრწილად განაპირობა ეს ყველაფერი იმიტომ რომ იმ უმართავობამ რამ შემდეგ როგორ აღმოჩნდა კიტოვანი ტანკებით აფხაზეთში იცით რა შეიძლება იქ ყოფილიყო რაღაც დაძაბულობა მაგრამ ესეთი სახე არ მიიღო ხო რა სახით შემდეგ მიიღო თორე დაძაბულობა შეიძლება და ყოფილიყო ანუ ეს ერთი სცენარი იყო ზვიად გამსახურდიას დამხობა და შემდეგ მეორე სცენარი გახდა 2008 წელი, სადაც საბოლოოდ გაფორმდა ეს ყველაფერი და სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, მე ძალიან იმედიანი ადამიანი ვარ, მაინც რაღაც ეს იმედი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე სასტიკი დანაშაული.